რატომ უნდა იყოს წახალისებული ფეხში შველა სიარული ბავშვებში და ასე ვთქვათ ორთოპედიული ფეხსაცმელი რამდენად სჭირდება უნივერსალურად ყველა ბავშვს ძირითადად ჩვენ ბავშვს რაც სჭირდება არის რომ ფეხშველი იაროს მაქსიმალურად იქიდან გამომდინარე რომ თუ ჩამოყალიბი და სწორად კუნთები და დგომა ამ შემთხვევაში ამორტიზაციის პრობლემა არ უნდა კონდეს ბავშვს და მთელი ასე ვთქვათ უბრალოდ დგომა დამოკიდებულია რამდენად ჯამთელი არის ფაქტობრივად ტერფი ხო როგორც ხერხემალი ასევე ზოგადად დგომა Kedang გამომდინარე ჩვენ როდესაც ფეხზე დავდივართ პირველი ბავშვი უფრო მარტივად ეჩვევა სიარულს და მარტივად ყალიბდება ქუსლიდან ფეხისკენ ნაბიჯის სწორად დადგმა ასევე კარგად გრძნობს უფრო ზედაპირს რაც სენსორული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ასევე კუნთები უფრო კარგად ყალიბდება რაც ასევე მნიშვნელოვანია თაღის დგომისთვის და შესაბამისად ზოგადად ბავშვი ამ დროს უფრო კარგად აღიქვავს და სწავლობს სიარულს ხო იმიტომ რომ ესეც დასწავლის ერთ-ერთი მექანიზმი არის და როდესაც ფეხსაცმელი გვაცვია ჩვენ უკვე სენსორული განვითარებაც უკან მიდის კუნთებით შეიძლება არ ჩამოყალიბდეს ისე როგორც უნდა ჩამოყალიბდეს და არ შემცირდება მაგალითად ტერტალფიანობის რისკი როდესაც ფეხშველის სიარული ერთ-ერთი ხელშემწყობი არის რომ ტერტალფი ნაკლებ ადამიანთან განვითარდეს და უკვე რაც შეეხება ორთოპედიულ ფეხსაცმელს ან ზოგადად მოდი ესე ვთქვათ ბავშვის ფეხსაცმელის არჩევაზე რო ვისაუბროთ ეხა არის ისეთი ზედაპირები, რაზეც ფეხშველი შეიძლება ფიზიკურად ვერ გაიაროს, ხო, ბავშვმა. Ქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია რაღაც მარტივი სამი კრიტერიუმით შევარჩიოთ ფეხსაცმელი. პირველი, რომ თავი უნდა იყოს ფართე, ან ფეხების თითები არ უნდა იყოს მიჭუჭნული, უნდა იყოს ბუნებრივ პოზიციაში. აქ ყურადღებით მოვისმინოთ, ანუ ძირი უნდა იყოს მტკიცე, მაგრამ ძალიან თხელი, რომ მაქსიმალურად კარგად აღიქვას რაზე აბიჯებს ბავშვმა ფეხი და ასევე არ დააზიანოს რაღაცამ. მაქსიმალურად დრეკადიც უნდა იყოს, ანუ და მაქსიმალურად მტკიცეც, რომ არ გახვრიტოს რამემ და პარალელურად შეგრძნებები არ დაითვალოს. და ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რა თქმა უნდა, ზომა სწორად შევურჩიოთ, ხო?